რამდენიმე წუთში წეროვანში დანიელთა ჩასახლებაში ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერი აქცია დაიწყება. სწორედ არ ცხოვრობენ დატოვებული ყოფილი გუბერნატორის მშობლები. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს სამრამოძიებო სამსახურმა გუშინ დაკითხვის შემდეგ დააკავა. რამოძიებამ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედავება. კერძოდ, რამოძიების ინფორმაციით ყოფილი გუბერნატორი მფარველობას უწევდა შპს ნიუ ენერჯის და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ კი იგი უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის დათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. რამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცეზარ ჩოჩელს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მაშასე წეროვანის დასახლება და დაანონსებული აქცია გიორგი ნიორაძე აშუქებს მიმდინარე მოვლენას. მას ახლა წეროვანიდან პირდაპირ ეთერში ჩავთვალთ. გიორგი, გისმენთ. წეროვანში აქციისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი უკვე იკრიბება გამგეობის შენობასთან. ეს არის იძულებით ადგილ-ნაცვალ პირთა კომპაქტური დასახლება, სადაც ძირითადად ახალგორიდან დევნილები ცხოვრობენ. სწორედ როგორც თქვენ აღნიშნეთ, აქ ცხოვრობს ცეზარ ჩოჩელის ოჯახიც და ჩვენ შევეცადეთ იმ სახლში შესულიყავით, სადაც ისინი იმყოფებიან, მაგრამ უბრალოდ მათმა ახლობლებმა გვითხრეს, რომ მას შემდეგ რაც გაიგეთ მათი შვილის დაკავების შესახებ, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესა და მათ ამ დროისთვის არავისთან ურთიერთობა არ სურთ. რაც შეეხება მოსახლეობის ნაწილი მაცხადებს, რომ ცეზარ ჩოჩელი იყო მათი მფარველი ახალგორიდან და მას შემდეგ განსაკუთრებით რაც მათ მოუწიათ წეროვანის დასახლებაში გადმოსახლება, მათ ისინი ეს მოსახლეობის ნაწილი დასაქმებული ყავდა ჩოჩელს საოჯახო ბიზნესში, რომ საუბარია ბარამბოზე და ბერტაზე. ასევე დღევანდელ აქციაში აღსანიშნავია, რომ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც, რომელიც ცეზარ ჩოჩელის ახლო მეგობარია. ადამიანს აქვს გულის ოპერაცია გადატანა და ნერვიულობს მდგომარეობაშია მეთქი და ხარ. აქცია იმართება დღეს წეროვანში რაღაც მხარდამჭერების. ქართულად გესაუბრებით? დიახ. კენ ქართულად მესაუბრებთ? მე ხო და ხომ მივხვდით არა? ხა დედას ხარ მესაუბრებთ, თქვენ გესაუბრებთ. არის ეს სიტუაცია თქო და ხლა მაგის დრო არ არის თუ მთლიანად მთელი ახალგორის მოსახლეობა, სულ ყველანი ვისაც მუშაობა უნდა, სულ ყველა დასაქმებულია, ყველა მუშაობს. და ეს ყველაფერი ყველანაირად ეხმარებოდა ცეზარ ჩოჩელის ძმებს აქვთ ეს ბიზნესი, აქ ბიზნესი. ეს არის შოკოლადის ქარხანა, არის ბარამბო, ზედაძენი ლუდის ქარხანა. მე როგორც ერთი რიგითი ახალგორელი დიდ მადლობას ვუხდი ცეზარი ჩოჩელს იმისთვის, რაც მან გაუკეთა თავის ხალხს. აქციაზე მონაწილეობას მიიღო. ამ შემთხვევაში მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ისი არა, მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგორელი, რა თქმა უნდა, ვიქნები აქციაზე. სავარაუდოდ ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ გამოძიებას კიდევ ახალი მტკიცებულებები გაჩნდება. ამის შესახებ დღეს მინიშნება ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა, თუმცა მან განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ეს უწყება რაიმე სახის დამატებით კომენტარებს აღარ გააკეთებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან ღიად მუშაობს და ავრცელებს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიცაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თulis მიზანშეწონილად და საჭიროდ. დამატებით ინფორმაციების გავრცელება ამ წუთს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ალბათ არ იქნებოდა კორექტული, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ მოგაწვით იმ ინფორმაციას, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ რას აკეთებდა, ან რა პროცესები მიმდინარეობს ახალ ქვეყანაში. ცეზარ ჩოჩელის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვანო მერაბიშვილმაც. მან აბსურდული უწოდა იმ ბრალდებს, რომელსაც გამოძიება ჩოჩელს უყენებს. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს ჩოჩელი მოინახულეს მისმა ადვოკატებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მასზე არანაირი სახის ზეწოლა არ ხორციელდება. მე შეგახსენებთ, რომ 48 საათის გასვლის შემდეგ სავარაუდოდ მას ბრალს წაუყენებენ და ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დიდი მადლობა გიორგი ნიორაძე გვერდებოდა წეროვანიდან, სადაც რამდენიმე წუთში ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის 2 თავთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების შეზღუდვას შეეხება, განცხადება გააკეთა. მინისტრის განმარტებით საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებას ტელევიზიის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია და თვლის, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში ამ მხრივ მცირე უზუსტობებია. შევახსენებთ, საპარლამენტო ასამბლეაში ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციაში მოხსენიებულია საქართველოს ჩვენს ქვეყანას დოკუმენტში 2 პუნქტი ეთმობა. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს,
ფიქრობს, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობამ თავიანთი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლა თანამშრომლები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. მაუწყებელზე თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციის დატარების მიზნით. გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულ მოულოდნელ ფინანსური შემოწმების გამო. საზოგადოებრივ მაუწყებელს არც ერთი წამით არ შესძლია ხელი მუშაობაში, არც ერთი გადაცემა არ შეფერხებულა, არც ერთი მიმართულებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. დღესაც გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე შემოწმება და მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაღაცა ფორმა, რომელიც მიუღებელია საზოგადოებისათვის. ასე რომ ვფიქრობ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში პატარა უზუსტობა ამ მიმართულებით. და კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს რუსეთს მოუწოდებს დროულად შეასრულოს ნაკრუსი ვალდებულებები. ევროსაბჭოს რეზოლუციას დადებითად აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. მისი განცხადებით, ორი პოლიტიკური ძალის მიერ ერთობლივად მომზადებული რეზოლუციის ევროსაბჭოზე წარდგენის შემდეგ რუსეთს აღარ ექნება ილუზია, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეიცვლება. შარაშენიძის განმარტებით რეზოლუციაში მკაფიოდ ჩანს საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო კურსი. ორი მხარე ქართული ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შეჯერდეთ პოზიციაზე და მიიღეს ძალიან კარგი მათი ეთობლივი ძალისხმევით მიღებულთან ძალიან კარგი დოკუმენტი. ის ილუზია თუ ქონდა რუსეთს, რომ ეხლა როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა, ახლა მაინც მოხერხდება რაღაცნაირად შერბილება რეზოლუციის, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მადლობა ხმის ეს არ მოხდა არანაირად. ანუ ამ ფრონტზე ყველაფერი რჩება ძველებურად. ვინარის გუშინ გათავისუფლებული პატიმარი ვაჰად ჩახალიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ჩახალიანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს უწოდებს. ვანო მერაბიშვილის განცხადებით ჩახალიანი არის ბოლო წლების ჯავახური სეპარატიზმის სულის ჩამდგმელი. 2003-2008 წლებში კი იმ მოძრაობის ლიდერი იყო, რომელიც მიმართული იყო საქართველოს გაძლიერებისა და ქვეყნიდან რუსული ძალების გაყვანის წინააღმდეგ. ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ჩახალიანი არის ჯავახეთში ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და რუსეთის დაზვერვის დაუფარავი და მთავარი ემისარი საქართველოში. ამასთან, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი პირადად იყო ინფორმირებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და უშიშროების საბჭოსგან, თუ ვინ არის ჩახალიანი და რაზიანის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის. გუშინ მალულად გაათავისუფლეს საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო ჩახალიანი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩახალიანი არის ბოლო წლების ჯავახური სეპარატიზმის სულის ჩამდგმელი. პრემიერ-მინისტრი დავოში რუს ტოლედასთან გასაუბრების დეტალებს ყოფა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მას აქვს განცდა, რომ ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდანაც მზადყოფნა. დღეს დილიტრი ქართველი პრემიერი რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტ შეხვდა. შეხვედრა გაიმართა რამდენიმე დიდი კომპანიის წარმომადგენელთან. განსა პაპავაძისგან მივიღებთ ბოლო ინფორმაციას დავოსიდან, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ხელი ჩამოვართვით და გითხრათ, აი მოგვიყევით დეტალები. არაფერი და აი ესე გაუწოდე ხელი. აი იმანაც იქიდან გამომიწოდა ხელი, ჩამომართვა. მეოთხე სასიამოვნო შეხვდა, იმანაც მითხრა სასიამოვნო წარმატებებს გისურვებთ. აი ეს იყო სულ. არავითარ გაგრძელება არ შეიძლება. არა, იქ არ შეიძლებოდა რომ გაგრძელება, რა თქმა უნდა მოყვეს ესეთ. მე ესეთი განცხადება გავაკეთე, მოხდება თუ არა კიდევ შეხვედრა, როდესაც შემეკითხნენ. ჩემი პასუხი იყო ესეთი, რომ ურთიერთობების დალაგება, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ. და მე მაქვს განცდა ისეთი, რომ რუსეთის მხრიდანაც არის ზაობა. თუ ეს პროცესები განვითარდება, რა თქმა უნდა შეხვედრები კიდევ ველოდება წინ. და დიდი იმედი გვაქვს ამის. დიდი იმედი მაქვს მე პირადად. და ვისურვოთ, რომ თუ კარგად განვითარდება, ალბათ მე სიგნალები განსაკუთრებული არაფერი არ მაქვს. მე საერთოდ არ მაქვს აი ინსაიტს, როგორ ეძახით, შიდა ინფორმაციები არ მაქვს. ეს არჩევნების პროცესში უამრავი მოსმენები და დასმენები იყო. შეგნით რასაც საუბრობ სახში, მე იმას საუბრობ გარეთაც. არავითარი დამატებითი ინფორმაცია და კავშირები მე რუსეთთან არ გამაჩნია, რასაც ხსავენ და ხშირად სააკაშვილის გუნდიდან ამას ახმოვანებენ. მე ვაკეთებ კარგ ანალიზს და მე მგონი ჩემი ძირითადი წარმატების თუ წარმატებული ვიყავი ოდესმე და მიგაჩნია თქვენს რო ვარ დღესაც არის ის, რომ მე შემიძლია ძალიან კარგი ანალიზი და ძალიან შორი ანალიზი გავთვალო და ძალიან კარგად შემიძლია გავაანალიზო ოპონენტის თუ კონკურენტის პოზიციაც. ამ მხრივ ჩემი გადმოსახედიდან რუსეთის ინტერესებშიც
შედის ისევე როგორც ჩვენს ინტერესებში, რომ ეს ურთიერთობები დაალაგდეს და ესეთი სიტუაცია, რაც არსებობს დღეს ორ ქვეყანას შორის, არ არის სასარგებლო არც ერთისთვის და მე ვგრძნობ და ვხედავ ჩემი ანალიზით მხოლოდ რომ რუსეთის მხრიდანაც უნდა იყოს მზაობა, რომ ურთიერთობები დავალაგოთ. ძალიან თბილი შეხვედრა იყო, მე ძალიან მესწრაფობ. დაკავშირებით ისაუბრეთ. ძალიან თბილი შეხვედრები, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბიზნესმენებია წამოსული და მე ვხუმრობდი, რომ ახალი თაობა წამოვიდა და სად არიან მეთქი ძველები, რამდენიმე ძველი ვნახე, ძალიან გამეხარდა. საერთოდ ძალიან თბილი განწყობა იყო. ჩემზე როდესაც გამოაცხადეს, რომ გრეფმა გამოაცხადა, რომ მე სიტყვით გამოვალ და თანაც ვესწრები. ძალიან დიდი ტაშიც დაიმსახურეთ და ასეთი მსგავსი არ ყოფილაო მითხრეს იქ ჩუბაესის და ჩემს გვერდით ნამდვილად იგრძნობოდა დარბაში სიტყვა და სურვილი რომ ურთიერთობები დაალაგდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მე იქ მომიწია გამოსვლაც და ძირითადად ვისაუბრე შეკითხვა დამისვეს აი ეს მე-9 ადგილზე რო ვართ ჩვენ ბიზნესის CEO-ლით სოფლიოში ეს გავაანალიზე პლუსები მინუსები უთხარი ხელოვნურობაზეც გავაკეთე აქცენტი რომ ძალიან ბევრი ეს ხელოვნურადაა შექმნილი და დავარწმუნე რომ ამ მე-9 ადგილით საქართველოში ინვესტიციები არ შემოდიოდა და მე-9 ადგილი არ არის გადამწყვეტი. დაკვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დღეს კიდევ ერთხელ მოუწია მისვლა ხვიჩა სანაია საკრებულოს წევრი უწყებამ გუშინ მოწმის სტატუსით ერთხელ უკვე დაკითხა. საგამოძიებო უწყებაში სანაია გუშინდელივით დღესაც ადვოკატის გარეშე გამოცხადდა დაკითხვაზე შესვლამდე მან განაცხადა რომ საკრებულოს წევრების დაკითხვაზე დაბარებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც შეიძლება პოლიტიკურ დევნადაც ჩაითვალოს. ნოდარ ჩაჩუეს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნოდარ ხომ არ დაუტოვებია საგამოძიებო უწყება სანაიას? არასოფლ არა თუ ხვიჩა სანაიას დაუტოვებია საგამოძიებო უწყება სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით სანაიას შესვლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის წევრი ვახტანგ ცაგარეიშვილი, რომელიც აქვე იმყოფებოდა სანაიას მხარდამჭერ აქციაზე, ისევე როგორც სანაია ცაგარეიშვილიც დღეს მეორედ არის დაბარებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში და მასაც მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის მიზეზებთან დაკავშირებით თუ რა კითხვები შეიძლება დაუსვან საგამოძიებო უწყებამ და რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება არ გაუკეთებია. ერთადერთი ჩვენთან სულ ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა დანა ბაბუნიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მთავარი მიზანი საგამოძიებო უწყებისა არის ის, რომ ჩაიშალოს საკრებულოს ხდომა, რომელიც დღეს 5 საათისთვის არის დაგეგმილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სადაც ხდება გამიზნულად საკრებულოს ხდომის წინ ყოველთვის ხდება დეპუტატების დაკითხვა არაერთხელ. ეს ხდება თითქმის სისტემატურად, შემოვიდა რაღაც სისტემაში და მე არ ვიცი რანაირად უნდა მივიღოთ საერთოდ დადგენილებები, როცა აი ამ მდგომარეობაში ჩვენ რომელიც აი ამ დეპუტატების გვერდში უდგევართ, როგორ უნდა მივიდეთ და რა დადგენილებები უნდა მივიღოთ ჩვენ. ხვიჩა სანაია და ვახტანგ ცაგარეიშვილი საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ორი დეპუტატი, ორივე მათგანი ამ წუთებში დაკითხვაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. რეალური მიზეზი დაკითხვისა უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ძიება და შემოწმება მიმდინარეობს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო წინასაარჩევნო პერიოდისა. სწორედ ამას იძიებს საგამოძიებო უწყება, თუმცა ეს არის არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალურად ამ ინფორმაციას არც საკრებულოს დეპუტატები და არც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები არ ადასტურებენ. თუმცა ეს ორი არ არის ერთადერთი, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საგამოძიებო უწყებაში დაიკითხა. სულ ცოტა ხნის წინ მიმდინარეობდა მთავარ პროკურატურაში საკრებულოს კიდევ ერთი წევრის გელა ომანიძის დაკითხვა, ხოლო ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში დაახლოებით 5-მდე საკრებულოს წევრია უკვე დაკითხული. რეალურად 5-მდე საკრებულოს წევრია, თუმცა ჯერჯერობით განცხადება იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზეზებია ამ საკრებულოს წევრების დაბარებისა არ არსებობს. სავარაუდოდ ოდნავ მოგვიანებით საგამოძიებო უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც დაკითხვის დეტალები იქნება აღწერილი, ასევე დაკითხვის დეტალებზე დაკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ თავად საკრებულოს დეპუტატებიც, რომლებმაც შესვლის წინ მედიის წარმომადგენლებთან ამის პირობა დადეს. დიდი მადლობა, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა. ადვოკატმა მალხაზ ვენიჩალაშვილმა ციხის სკანდალური კადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძის წინააღმდეგ მასალები გამოაქვეყნა. ადვოკატმა ჟურნალისტებს ორი პირის, ნურზარ მაჭარაშვილისა და ლევან ფხალაძის წერილობითი ჩვენებები გადასცა, რომლებიც ბედუკაძეს დანაშაულში ამხელენ. ბელიჯანაშვილის თქმით, საკუთარ ჩვენებაში ფხალაძე დეტალურად ყვება თუ როგორ აწამებდა ბედუკაძე პატიმარს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება მეორე ჩვენებას, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ნურზარ მაჭარაშვილი ყვება თუ როგორ უთხრა ბედუკაძემ, რომ მისი კადრები 2 მილიონი
მიიღირდა, თუმცა მას ფული არ სჭირდებოდა და თანამდებობას ითხოვდა. ამ ჩვენებებიდან რა მომდინარე ადვოკატი ითხოვს ბედუკვაძის დასჯას და მის პასუხისმგებაში მიცემას. მისი თქმით, არანაირი რეაგირება და გამოძიება ამ ჩვენებების საფუძველზე ამ დრომდე არ მომხდარა. მალხაზ ველიჯანაშვილი პროკურატურას მიმართავს და ამ ჩვენებებზე რეაგირების ტერმა უწოდებს. დევანდელი გამოძიებას რო უყურებთ, ანუ ის იქითკენ მიდის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა რა დანაშაული, რამდენიმე დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს, თუ შენ ადგები და ვინმე თანამდებობის პირზე იტყვი, რომ ეს დამავალ ამ ადამიანმა, შენ არაფერს შუაში არ გამოდიხარ, შენს მიმართ არც დევნას იწყებენ, არც პასუხისმგებობაში გაძლევენ, ჟიან იმ ადამიანს. საუკუნის აფიორა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეიბორისტების ეულის შეფასება არჩევნებიდან 100 დღის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დუმილს არგოს. ნათელაშვილმა 1 ოქტომბრის არჩევნებს საუკუნის აფიორა უწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებით სცენაზე მხოლოდ დეკორაციები შეიცვალა. ნათელაშვილი საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს უხდის არჩევნების შედეგების რამო. რომ მთელი სახელმწიფოს ემსახურება, რომ გარდამავალ პერიოდში, როცა არჩევნები დაინიშნება, მის პარტიაზე იქნება სააკაშვილის გავიდა მორატორიუმის 100 დღე. მე ისევ თქვენთან ვარ. ბრძოლა გრძელდება. 1 ოქტომბერს მოხდა სცენაზე დეკორაციების შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ. საშინაო და საგარეო პოლიტიკა დარჩა იგივე. ჩაგრული სისტემა არის იგივე, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას მე პირადად ვიღებ ჩემს თავზე, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ შევიდეთ ნათელი მომავლის ფაზაში და მოვიცილოთ ჩაგვრელები. დღეს დილიდან თბილისში დლდანიდან და თემთიდან მომავალი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები დაიფიცნენ. მძღოლები 2011 წელს ჩატარებული ტენდერის რაუქმებას ითხოვენ. დაფიცულ მძღოლებს შეუერთდნენ ბარკეთილის ხაზის მიკროავტობუსების მძღოლებიც. ამ დროისთვის თბილისში მიკროავტობუსების მხოლოდ 2 ხაზი მოძრაობს. მიკროავტობუსის მძღოლები აქციას 5 საათზე საკრებულოს წინ განაგრძობენ. დაფიცულ მძღოლებს შეუერთდნენ საკრებულოს ქართული ოცნება თბილისელების და ქრისტიან დემოკრატების წევრები, ასევე ლაშა ჩხარტიშვილი. მძღოლების თქმით, დაფიცვა არ დასრულდება, სანამად ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ. მიკროავტობუსების მძღოლების დაფიცვას პროვოკაციად აფასებს კომპანია თბილისის მიკროავტობუსის დირექტორი დილა ჯაბიშვილი. ჩვენი მოთხოვნაა გაუქმებული იქნეს ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შარანგების კომპანიას შორის, რის მიღწევა სხვა გზებით შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ პირადად, რომ ამის რეალური გზა არის მთავარი პროკურატურის მიერ უფლებამოსილების გამოყენება, ჯერ შეჩერება ამ ხელშეკრულების მოქმედებისა, როგორც დანაშაულების ნიშნების ქონესი, ხოლო შემდგომ უკვე სასამართლო განხილვა და გაუქმება საბოლოოდ და დამნაშავების დაჟა. ქალაქის მერი გვიბარებდა ბრიგადირებს ხაზზე, ვინც ვიყავით უფროსები, ჯოხაძესთან ერთად გვაძალებდა ტარიფების მომატებას, რათა ყვითელი მანქანები უნდა შემოეტანა და დიდი მოგება ენახათ. ამას გაფიცვას არ დავარქმევდი. მე ეს იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელიც პროვოკაციის პიკეტირება მოახდინა ავტოპარკის, პირდაპირ პროვოკაციაზე წავიდა, ანუ ჩახერგა დასასვლელი პარკიდან, შედეგად დილის საათებში რამოდენიმე ათეული მანქანა რამაც მოასწრო გასვლა გავიდა. დანარჩენი მძღოლები, რომლებიც შევიდნენ და სურვილი ჰქონდათ გასვლა და ხაზებზე მუშაობის, ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ ჩახერგილი იყო. და ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების მძღოლების დაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების ტექსტში ვკითხულობთ, კომპანია თბილისის მიკროავტობუსად და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შორის არსებული ურთიერთობა კერძო სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს. მოუწოდებთ ორივე მხარეს დაიწყონ მოლაპარაკებები და დროულად გადაჭრან კომპანიის შიდა პრობლემები, რათა თბილისელები არ დაზარალდნენ. დღეს ასევე გაჟღერდა ინიციატივა, რომ გაუქმდეს თბილისის მერიის მიერ 2011 წელს ჩატარებული კონკურსის შედეგები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარდა და ის სამართლიანობის პრინციპებზე იყო დაფუძნებული. მისი რევიზიის უფლება არავის არ აქვს. მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მძღოლებსა და კომპანია თბილისის მიკროავტობუსების წარმომადგენლებს გამონახონ საერთო ენა ცივილიზებული გზით, გადაწყვიტონ არსებული დავა და პარალელურად ქალაქში სამარშრუტო ტაქსებმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა, რათა გათვალისწინებული იქნას თბილისელების ინტერესები. ეს გახლავთ მერიის განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
და დღის სხვა სიახლეები ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში კიდევ ერთი საქმე შედის თავდაცვის ყოფილ მინისტრს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ოჩივის. მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით მჟავრდებულმა ვაჟა ხუცურაულმა საპყრობილე ცოტა ხნის წინ დატოვა. ის პოლიტპატიმრის სტატუსით დაათავისუფლეს. ხუცურაულის განცხადებით მის წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადრილე იღებდა მონაწილეობას. ყოფილი მოსამსახურე ამბობს, რომ ბაჩუ ახალაია მას პირადად რა უსწორდა. ვაჟა ხუცურაულის საქმის ხელახლა გამოსაძიებლად პროკურატურას მიმართავს. და ორშაბათს ეს ადამიანი მისცემს ჩვენებას. თავარი სამმართველოს ჩვენ მოგმართა მუხროვანის ამბოხის დროს, ეგრეთ წოდებული ამბოხის დროს დაკავებულმა მეოთხე ბრიგადის უფროსმა სერჟანტმა ვაჟა ხუცურაულმა. ვაჟა ხუცურაული გახლავთ ადამიანი, რომელიც ამბოხის დღეს პირველ საათზე დააკავეს და მას პირადად გაუსწორდა თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე ბაჩუ ახალაია დაკავების დროს. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ვიყავი, სამჯერ დამაპატიმრეს მარნეულში ადმინისტრაციულზე ვიყავი დაპატიმრებული, მეუბნებოდნენ ასეთ რამეს. მე თუ უარს ვიტყოდი ოპოზიციაში ყოფნაზე, თუ გავანებებდი თავს ამ ყველაფერს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომ აღარ ყოფილიყავი, გაათავისუფლებდი ჩემს შვილებს, ჩემს შვილსა და დიშვილს. ხოლო თუ მე გავაკეთებდი იმას, რომ ქართულ ოცნებაში შევიდოდი და ვიმუშავებდი მათ ხარეს, გამათავისუფლებდნენ მეც, მაგრამ ესეთი რამე არ გავაკეთე. დღესვე ბაჩუ ახალაიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს თია თუთბერიძე. მისი თქმით, პროკურატურა ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებას ვერ ახერხებს და სწორედ ამიტომ მოითხოვა უკვე მეორედ საქმის გადადება სასამართლოში. თუთბერიძე ასევე მოწმეების მიმართ ზეწოლასა და მათ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე საუბრობს. უკვე 3 თვეა ბაჩუ ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურას არ გააჩნია და არ მოეპოვება არც ერთი სახის მტკიცებულება, მათ არ გააჩნიათ არც ნივთიერი მტკიცებულებები, არც სამხილები და არც ექსპერტიზის დასკვნები, არც ერთი კატეგორიის პირდაპირი მტკიცებულება, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის, საპროცესო კოდექსის მოთხოვნების უხეში დარღვევა. სენატის მეორე ქვეითი ბრიგადის ყოფილი თანამშრომლები ყოფილი მეთაურების წინააღმდეგ გამოდიან. 2 წლიანი დუმილის შემდეგ ფოთელი დონარა მუქერია სამსახურიდან უკანონო დათხოვნაზე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ალაპარაკდა. იგივე ბრალდებები აქვს სხვა თანამშრომლებსაც. მუქერია სასამართლოსა და მთავარ პროკურატურას მის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონობის გამოძიებისა და საქმის გადახედვის თხოვნით მიმართავს და სამსახურში აღდრენას ითხოვს. ლაშა ზარდინავა არკვევს დეტალებს, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ ფოთიდან. ლაშა გისმენთ. სოფო ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი უკვე 2 დღეა მუშაობს, რაც შეეხება დონარა მუქერიას. ის 17 წლის განმავლობაში მსახურობდა ქართულ ჯარში, მისი სამხედრო კარიერა კი 2010 წლის ოქტომბერში დასრულდა. როგორც ის ამბობს, ბრიგადის მეთაურობა მას მოსთხოვა საკუთარი ნებით დაეტოვებინა სამსახური. ამის მიუხედავად მუქერიას განცხადებით, მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მასზე დაიწყო სხვადასხვა სახის ზეწოლები. ისაუბრობს არაადამიანურ მოპყრობაზე და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ორკვირიან იზოლაციაზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია თავად მოვისმინოთ მისი კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით. მე რომ მოვითხოვე პალატა და ისა, ეგ უფრო უმრავლესობაც ახლა ქალებზე გათვლილი პალატა იქ არის. ნუ ჩემს არავის არ უკითხე, მე სადნო მოთავსებული იყო და ჩემით ვიპოვე გარდირობი არის. ახლა ესეთი ქალბატონები სადაც იცვლიდნენ, ერთი ტაფჩანი იყო და იქ მოვთავსდი. მე არც კვება მქონდა, თანამშრომლებს ჩუმჩუმად რაღაცა მოქონდა. მე რენტგენოლოგმა ვალია ბერდიშევამ რაღაცა წვენი რაღაცა ის, მაგრამ იმის ჭამის თავიც კი არ მქონდა. დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამისი თანამონაწილეა. როგორც მუქერია ჩვენთან საუბარში აცხადებს, მან 2 წლის განმავლობაში სასამართლოს თითქმის ყველა ინსტანციას მიმართა ქვეყნის მთავარ სარდალს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა მისი სამსახურში აღდგენა იმ ხელისუფლების პირობებში არ მოხერხდა. ამჯერად მუქერია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასამართლოს, რომ მოხდეს მისი სამსახურში აღდგენა და აუნაზღაურდეს ის
მორალური ზიანი და ფინანსური ზიანი, რომელიც მას ამ პერიოდის განმავლობაში მიადგა. უფრო დეტალურად ამ და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ მთავარ გამოშვებაში 9 საათზე გიამბობთ. სოფო. დიდი მადლობა ლაშა ზარდინა ვერთებოდა პირდაპირ ეთერში. ხმაური ამ წუთებში სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის კუთვნილი მიწების დასხვისებას და ყოფილი მეურნეობის ტერიტორიიდან სასოფლო სამეურნეო ტექნიკის დატანას აპროტესტებს. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო სამსახურის თანამშრომლები. მადონა ბატიაშვილს თავთ ახლა პირდაპირ ეთერში ილიაწმინდიდან მისგან შევიტყოთ ბოლო ინფორმაციას. მადონა, გისმენთ როგორია ვითარება ამ წუთებში სიღნაღში? დიახ, დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობას და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის წარმომადგენლები სოფელში თავიანთი კუთვნილი მოწყობილობების წასაღებად მივიდნენ. საქმე ეხება სოფელ ილიაწმინდაში ყოფილი საცდელი მეურნეობის ქონებას, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 2009 წელს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საცდელი მეურნეობის კუთვნილი ქონება მიზერულ თანხებში გასხვისდა, ისე რომ სოფლის მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. მოსახლეობის განცხადებით 2000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი შპს აგროვესტმა $300,000 შეიძინა. თავდაპირველად, როგორც მოსახლეობა ამბობს, ამ კომპანიის უკან ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის წევრი არჩილ გეგენავა იდგა, ხოლო შემდეგში დავით კეზერაშვილი. დანარჩენი ქონება, მეურნეობის ქონება, მანქანა დანადგარები და შენობა ნაგებობები აგრალურ და თავისუფალ უნივერსიტეტს გადაეცა და სწორედ დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო ინციდენტი. ადგილობრივი ხელისუფლება არ აძლევდა თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და შენობა ნაგებობებიდან მანქანა დანადგარების გატანას ცდილობდნენ. ამ წუთებში სიღნაღის რაიონული პოლიცია იმყოფება სოფელ ილიაწმინდაში და ცდილობს გაერკვას სიტუაციაში. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სასწრაფო მეურნეობის ქონება ეკუთვნის სოფელს, რადგან სოფელში არ ჩატარებულა პრივატიზაცია და შესაბამისად სოფლის არც ერთი მოსახლეობა არ ფლობს სახნავ-სათეს მიწებს. მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს აგროვესტმა რამოდენიმე დღის წინ თავიანთი კუთვნილი მიწები უცხოელებზე გაასხვისა და ეს არის სწორედ სოფლის მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ადგილობრივების კომენტარები. სააკაშვილის გაყიდულ მიწებს დღეს კიდე ხდება ამ მიწების გაყიდვა. უпростоროდ მოხდა ეგვიპტელებზე, როგორც ჩვენი ინფორმაციით მოხდა და მთელი სოფელი ითხოვს იმ მიწების დაბრუნებას, რომელიც კონსტიტუციურად ამ ხალხს ეკუთვნის, ის გექტარი და 25 მაინც, რომ ადამიანი ითვლებოდეს თვით დასაქმებულად. გავაპარტახეს ეს სოფელი საერთოდ. ეგა მიწები გავუყიდეს 1 გრამი მიწა რა გვაქვს აი სოფელში, რისათვის ვცხოვრობთ, რა გავაკეთო? მაშინ წამიყვანოთ თბილისში, ბინები მომცე და მეც იქ ვიცხოვრებ. აღარ მინდა სოფელი, სორშვილი მშიერი მყავ. აი ეს ხორება გადის სოფლიდან. სადმიდის კაცმა არ იცის, რავი, ბენდუკიზესი არისო და იმას მიაკვდო ეს ტექნიკა აი იყო წლების მანძილზე. აი აქ მუშაობდა ხალხი, აი აქ კურსად ჭამდა და სოფელი არსებობდა ამით, გამიგეშინა. თუ გასაყიდი იყო, ჩვენ სოფელში მოიდნენ ჰექტარი, 2 ჰექტარი მიწა არ მაქვს, სოფელში უცხოურ აქ დავიბაზე 40 წელი კაცი ვარ. 2 ჰექტარი არ მაქვს, ზოგ 1000 ჰექტარი აქვს და ვერ გავიგე რა ხდება ერთი სიტყვით. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, მათ მიწების დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებით შეაგროვეს და პარლამენტს გაუგზავნეს. დიდი მადლობა სიღნაღიდან მატონა ბატიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ახალი ამბებით ეთერში ჩვენ 4-ზე დავბრუნდებით, დაგვალოდეთ.